ზდბანდა მოგესალმებით თქო დაგემრთ ახალი ვიდეოთი დღეს ვიდეოში გვექნება მაილიგის პირველი სეზონის უკვე მე-9 ეპიზოდი ხო მოგეთ თქვენ მანდა გამოიწერთ არხი დაელექტრო რომ გაგზავნოს შემდეგი ეპიზოდები დავაფოლოვით ინსტაგრამზე გაწერეთ სერიოზულზე რომ ეს დიდი სახსრაში არის ხო და რა თქმა უნდა ნუ ეხა ის დრო არის რომ სულ ცოტა ხანში თასაც ავწევთ ანუ მაილიგას მოვიგებთ მაილიგის თასაც მოვიგებთ ხო და რა თქმა უნდა ყველაფერს ნახავთ ასე რომ გადადით გამოიწერეთ ეს არხი, მოკლედ ეს უკვე იწურება მაილიგის პირველი სეზონი. იწურება დასასრულს მიუახლოვდა და როგორც კი დასრულდება მაილიგა, ანუ ამის შემდეგ ეპიზოდში უკვე დასრულდება, ყველა მატჩს დავასრულებთ ერთიანად, ნუ ეხლა ყველა მატჩი ვერ თამაშებთ ამ ეპიზოდში, მაგრამ შემდეგ ეპიზოდის გამოვა, რომ უჭველი დასრულებული იყოს ყველა მატჩი მინდა რომ ვითამაშოთ. ხო, და როგორც კი დასრულდება, ეგრევე გამოკითხოს ვატარებთ და ნუ იქ ვიჩვენებთ რომელი გუნდს ავირჩევთ ან ლიგა 1-ის ლიგა 1-ს აირჩევთ ან პრემიერ ლიგა, ან ისევ ლა ლიგა და ასე შემდეგ. მაგედა რომ გამორვილდება მაგათაც გიდეთ პრემიერ ლიგა, მე იქნება პრემიერ ლიგიდან ავირჩევთ მაგათაც ლივერპული, მანჩესტერ სიტი, იუნაიტედი, ჩელსი და ასე შემდეგ. მაგედა დავირჩევთ და ნუ მაგედა რომელიც იქნება მაგას მაგათაც ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა ჩელსი ავიღებთ ჩელსს ან ლივერპულს ყველაზე მეტი ხმას რაც აიღებს და თქვენ რომელსაც აირჩევთ იმ გუნდით ვითამაშებ ხო ასე რომ როგორც დასრულდება ეგრევე გამოკითხოს გავაკეთებ და იმას დავიწყებთ შემდეგ სეზონს ახალ სეზონს როგორც ცოტა ხანი უნდა დავისვენოთ ცოტა სხვა ეპიზოდებსაც დავდევთ მარტო მაილიგას არ გადავიღებთ სხვა ეპიზოდებიც დაიდება სხვა თამაშებს იმიტომ რომ ეხლა რო გადახედოთ სულ მაილიგა და 1-2 მაინკრაფტის და ნუ ხო მაინკრაფტის ეპიზოდი მაქვს გადაგოთ თორე ძირითადად მაინც ეფუტბოლი მივაყარეთ ხო ასე რომ გამოიწერთ არხი დაელექტრო და ხო ახლა შევუდგეთ მაილიგის მე-9 ეპიზოდი ეს შემოვედით მაილიგაზე მოკლედ 34 მატჩი არის ეს მოკლედ ვიგებთ ჯერჯერობით 84 ქუდით გვაქვს 27 მოგება 3 ფრე და 3 წაგება ხო რაღაც თქვა უნდა 47 გოლით ლიდერობს ლევანდოვსკი და 24 ასისტით პედრი ხო მოკლედ უკვე დაახლოებით დარჩა იხედავთ რამდენი მატჩიც ანუ 1 2 3 4 და მე-5 მატჩი ანუ წესით ავწევთ ტიტულს რა ნუ ვირიარეალთან იცით 3-3 დავასრულეთ და ხო ეხლა კი შევუდგეთ ალბათ ამ თამაში ან ვალენკასთან ავწევთ თავს ან ისე ვალენსიასთან ხო მოკლედ ნახოთ როგორ იქნება და როგორ იქნება წავედით გავეშვით და ნახოთ აბა ხოძე ვინები არიან და ხო ყველა ხოძეა გავეშვით ეს მაილიგის ისე უკვე დასასრულს უახლოვდება რამოდენიმე მატჩები არის დარჩენილი ხო და მაგ მატჩებსაც ნუ დავასრულეთ მაილიგას ამ ვიდეოში ალბათ ნუ შეიძლება ყველა მატჩი ვითამაშოთ რაც დაგვრჩა ხო და ეგ იქნება და ეგ დასრულდება ეს მატჩი და ნუ ცოტა ხანი შესრულება გვექნება მაილიგისგან იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეპიზოდები გადავიღეთ უკვე დაახლოებით 9 მე-9 იქნება დაახლოებით ხო ოპა კიბიხი კარგია და ტეო ჰერნანდეზი არაშ და ძელმა იხსნა ეხა სე ოპა და ესეც ასე ლევანდოვსკის 52 არა ბიჭო კიდე ძელს მოხდა ესეც ასე ლიონელ მესის მერამდე გოლი აღარ მახსოვს მაგრამ დაახლოებით 10 გოლამდე ექნება გატანილი ზუსტად აღარ მახსოვს ნუ აქ ძელს მოხდა მაინდა-მაინც და ნუ დავსტავარე გოლი გავიდა ხო ესეც ასე 1-0 ლიდერობთ ჯერჯერობით ოპა ლევანდოვსკი ესეც ასე ლიონელ მესის დუბლი ესეც ასე 2-0 ესეც ასე ხო ლევანდოვსკის ასისტი შვენიერი გადასარევი
ოპა. ხო, სულ ცოტა დააკლდა. აქო და ლევანდოვსკი. ესეც მე 52-ე გოლი. არ 51-ე, უკვე დამავიწყდა. ესეც ასე. წინა მატჩი პოკერი შეასრულა, 4 გოლი გავიტანეთ. ხო და ხო, რა ვალენსიასაც ძალიან რთული მატჩი ჰქონდა, ძალიან რთული, ყველაზე რთული მატჩი, ყველაზე რთული მატჩი ვიტყოდი. ასე, ოპა, რაფინია, ოპა, რაფინიათი, რავი, მოდი ესე გავუჩიმოთ. და რაფინია, ესეც ასე. მე 15 გოლი ალბათ, არ მე 14. ხო, სადღაც ეგრე რა. აქვს გადანილი რაფინიას. რაც საკმაოდ კარგი არის რა. ცუდი შედეგი არაა დავდოთ. რაფინიაზე პასი. მაინც გავიდა? ოპა, და ტეო ჰერნანდეზი, ესეც ასე, კიმიხი, პედრი და არ გამოგვიდა ბიჭო. არა ბიჭო, კიმიხით არ გამოგვიდა გოლს გატანა, ტეო ჰერნანდეზი და არა ბოლოს აღარ შეცდა მესი. აი აქ ვერ მიწვდა თორე გოლი შეიძლება დასრულებულიყო გოლით ეს ამავე. ნახე, ცოტა დააგდა. ეს რომ წასულიყო, და გოლი იქნებოდა. რა, ჩვენი საფირო გათამაშება, რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთებზე. ეს რაფინია, ესე გავიდეთ და ლევანდოვსკი არა ცველება იმუნეს ცოტა. თორე აქ შეიძლებოდა დასრულებულიყო გოლით. კიდე რა პრობლემა 1000-ჯერ შეიძლება გავაკეთო ესე. მოდით აბა ამოვიწიეთ, ესეც ასე. ესე რაფინია, ესე გავაკეთო და მარტინ ოდეგარით გავიტანთ. ესეც ასე. 5-0. ფაქტიურად გასახდელში გავატანეთ კიდევ ერთი გოლი. აი აქ, მარტივად ძალიან, აი ეხეთ გაათამაშებთ უკან და რიკაშეტი იყო, მაგრამ მაინც ლევანდოვსკი ჯარიმა არ აუშვეს, ეგ ძალიან უხეშიც არ იყო. ოპა, ესეც ასე პირად და მოდი პალმერის ვთამაშოთ. აფრაზერ თამაშოს. შეუძლია რომ ითამაშოს და ესეც ასე კოლ პალმერსაც გავატანოთ ეხა გოლები. წავედით. კოლ პალმერი დავიძარით უკვე. ოპა, პალმერი. ჯარიმა იყო პედრით. კაი, გაათამაშა. ოპა, კუდ. არა გამოგვიდა. არ გამოგვივიდა სამწუხაროდ. და კარგი. ესეც ასე. კუნდე, არა ბიჭო, რა ცუდად მივიღეთ. ძალიან ცუდად მივიღეთ და ძალიან ცუდად პასი გავაკეთეთ. და ძალიან გადაუშვით ასე რომ ვთქვათ. ასე რომ, ხო, ოპა, კუნდე. ბიჭო, კიდე გადავიდა ამის დეტაში. გაათამაშეთ ხე, რა გახით. ოპა, კუნდე. ლიონელ მესი. აგარა მესი. გიოკერესი, ესეც ასე.
გიოკერესის გოლი. ნუ აღარ მახსოვს რამდენია, ვიტყვი ცოტა მატჩი ვითამაშე და ეხლა ნუ ვათამაშებთ ყველას რა. პალმერსაც გიოკერეს პალმერსაც და ასე შემდეგ. ესეც ასე. კუნდე არა, ძალიან ცუდი პასი იყო. აღიარებ მეთქო. კუნდეს ბრალი არაფერი არა. წავიდა. და 6-0-ს ვიგებთ უკვე, ძალიან კარგი. ამათთან მოგება რა არის, არ ვიცი. რამდენი მოიგე წინა მატჩი. თუ რამე გამოგე. მოდი ვიდეო მოვიგერიოთ, არავის არ ვერიდები აქ. ესეც ასე. ოპა, პედრი, კარგი იყო, მაგრამ ეს უჩერ არაფერს არც აგვართვეს, არც მოგვიდას მაგის დედავადი. შუაში დაგვიდა. ბაზარი არა. ნუ არა, ეს 6-ს ბაიც ვიგებთ. ესეც ასე. ესეც ერთი მოგება. ხო. ნუ მოვიგეთ ეს. ნახოთ აბა რა ხდება, ვინ წააგო, ვინ მოიგო. და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ. ოპა, დადე, ვარ. კაი. ხოდა ვიქით იყოს. პრემორჩა, მადრიდი, ჯირონა. ხო. და ნუ ჩამოგშვება ქულით. 9 ფერი აქვს. მე მოგება მაქვს ძალიან. ესეც ასე, ესეც ერთი ფაილიდან როდომე ზერამის ჯიშიც. ხო, ესეც ასე, მოდი ნახოთ ამ წინა მატჩი, ანუ აქ ხო 2 მატჩი არის. და მოდი ამასთან რამდენი მოვიგეთ. რამდენი მოვიგეთ, იმიტომ რომ ამასთან უჭირი მეკითხება შეჯიბრიან მე 5-1. ნუ აქ 6-1. ხო. არა უშოს, ესე ხდება ხოლმე. სივილიასა საერთოდ 7-0 მოვიგეთ წინაზე ეხლა. ხო, ესეც ასე. 25 მატჩი არის და ნუ წესი თასი უნდა უწიოთ, რატო არ წე თასი? თუ არ ვიგებ მაილიგას. რა ხდება არის? ხო, ამ მატჩი მოვწევ, ვალენსიასთან დავწევ. ნუ ასე რომ, ხო. 48 გოლით ლიდერობს და რაფინიას მე-16 გოლი, ხო. 15-16 მეთქი. ხო, 48 გოლით. პაპე გოლი 23 აქვს, რამდენი ხნის განმავლობაში? ანუ 33 გოლი აქვს. მეტი აღარ აქვს უკვე. ანუ როგორც ჩანს, პაპე ვერ იტანს გოლებს, იმიტომ რომ რამდენი ვიდეო უკვე რამდენი მატჩი ვითამაშე და კიდე 33-ზე არის და. ხო, ასე რომ ერთას საწევა გადავიღო. და ვნახოთ. ხო, ესეც ასე, ნუ ყველა ხოძია თუ რამე და მეორე ტაიმში შემოვყვან, არა პრობლემა მაგის პრობლემაც არ არის. მეგონა ცოტა განცემულო, ცოტა ხმა შეიძლება ცოტა სხვანაირი ვქონდეს. ხო და ნუ შეიძლება აქაც თავს ვერ წევ? ბიჭო, თასი აბაწევინოთ, ხო შეიძლება? არა, ვალენსიასა ნაწერად ბოლო მატჩი ავაწევი, რა ვიცი, ბატი დედას. ესეც ასე ბატი ოდეგორი, თეო ჰერნანდეზი, მოდი ცოტა უკვე გავაკეთოთ პასი განათება. პედრი და მესი! ესეც ასე! 1-0 და თან რა მაგარი გოლი შევსვით, ბიჭო, ეს რა იყო, თო? ეს რა გოლი იყო, ბიჭო. ეს თქვენს დაინახეთ ხა? Просто ეს თქვენს დაინახეთ, ეხა რა იყო, ეს რა გოლი იყო, ბიჭო. ეს რა მაგარი გოლი იყო, ობა შეხედეთ, ჩემი დედას ეს.
ნახეთ დავარტყი, დაჟე არ ჩავართ და ოპა! მაგარი, რაც ვიცი. ესეც ასე. დავეშვით. წინ მოგებისკენ აუცილებლად უეჭველი ვიგებთ მაილიგას, მაგრამ თასის აწევა მინდა უეჭველი, ან ეხა იქნება, ან შემდეგ მატჩში. ნახოთ. ოპა! ლევანდოვსკის 49. ესეც ასე 49 გოლი მაილიგაზე. აბსოლუტურად რა ვიცი. პარემ 50-ს მივაყოლებ ამ მატჩში, რა ვიცი. ნახოთ. ესე ეგეთი არ გამოგვივიდა და 2-1. არა უშავს. თავარია ვიგებთ და ეგ არაფერი არა ეგ ერთი გოლი. ეგ გოლი არაფერი არა. ოპა, ლევანდოვსკი არა. არ გამოგვივიდა. ლევანდოვსკი არა. ბიჭო, რა ხდება თო? ესეც ასე ვერავახეთ თლაც სუთად ბურთი, ოდეგარი, ლევანდოვსკი, პედრის გადაცემა ლევანდოვსკიზე და ლევანდოვსკის 50 გოლი მაილიგაზე. ესეც ასე. ლევანდოვსკის ესეც დუბლი. ხო, 50 გოლიც, ვაუ. რავი. და პედრის ასისტი, რა თქმა უნდა. თორეგა. როტერი გარსია, კარგია. და რა იყო ბიჭო აქ? ხოდა მე აქ რა იყო ესეთი? ანუ ამის გამო დავაჯაჭვე. სააღოც ბოლოს გენაცვალე. ვინა მაგარი მსაჯი არის ძმაო. ოპა, ერიკ ჯოა გარსია აკრუშ. აუ დამებაინა. ჯოა გარსიას ერთი სეივი. სერიოზული. ოპა, მესი. ესეც დუბლი. კაპიტანის გოლი, ეგ თქმა უნდა. ხო, 4-0. ნუ, მეორე თავში კიდე რა გავდა ვიტანო მეტი, მაგრამ ნუ, კაი, ჩადავასა. შანსი ორივე ტაიმი უნდა ითამაშოს მეს. არ მაინტერესებს. ოპა, რაფინია, ესეც ასე. რაფინია და პედრის გოლიც, ესეც ასე, რაფინიას ასისტი. და ესეც ასე. ხო. ნუ პედრი კი არ ვარ მაგრამ დანარჩენები რატო არეული არ ვიცი. რაფინიას ასისტი, ესეც რაფინიას ერთი ასისტი გოლი. თუ არ ვწდები, იმიტომ რომ მეტი ასისტი არ მახსენდება ფიზიკურად. რო გამეკეთებინა რაფინეთი ასისტი. არა, არ მახსოვს პირველი მეგონი. არ მახსოვს დათამაშები, კარგი ახალია და დამავიწყე. ლიგას ისე კი თამაშობდი, ვიდეოს არ ვიღებდი უბრალოდ, ისე შეგადაში თამაშობდი. ძმა. პედრიცაც შეეძლო აქ. ოპა, მესის ჰეტრიკი. ესეც ასე. ხო. ლევანდოვსკის მერამდე ასისტი დამავიწყდა, მაგრამ მესამე ადგილზე როგორც მახსოვს, მესამე ადგილზე არის. რა თქმა უნდა, მიკროფონისა წავიდა ტრაქში. ესეც ასე. ჯოა კიმიხი. ესეც ასე და ესეც ასე, ჯოა კიმიხის გოლი. რა თქმა უნდა. ხო, ესეც ასე. კიმიხის გოლი, მეგონი პირველი გოლია, ვიტომ აღარ მახსოვს კიმიხით როდის გავიტანე. ალბათ პირველი გოლი არის. ხო, დაახლოებით. ეგრე იქნება, ან პირველი, ან მეორე გოლი. ვაუ, მაგარი გაცემული ვარ, ხმა არ შევჩრიოთ ცოტა სხვანაირი თუ მაქვს. ესე
ოი არ გამოგვივიდა მე ლიონელ მესი კივიხი არა ხო ეს ის ასე 7-ით 1 ეს ის ასე რა თქმა უნდა მესი გაიტანა ყველაზე მეტი გოლი რა თქმა უნდა და მოკლედ ახლა გადავხედოთ რა მოხდა როგორ და რისთვის მოხდა ხო მოკლედ ფრედა თავრა რეალ მადრიდმა ატლეტიკო დაავთავრა 1-0 მოიგო ანუ და ხო ჩამოგჭა ქულით ესეც ასე და მოდი ბარემ ესეც ვითამაშოთ ვალენსიასთან წინა მატჩი როგორც მოხსოვს მოვიგით თუ წავაგეთ ვალენსიასთან ხო ვალენსიასთან კი მატჩი წავაგეთ 1-0 ხო და ეხა შური უნდა ვიძიოთ თან მესამეზეა მოსული ატლეტიკო მეოთხეზე ჩასულა რა თქმა უნდა და ნუ ახლა 52 მეათე გოლი და 27 ასისტი მბაპეს 33 გოლი აქვს ისევ ძმაო რამდენი ხარია ესე აქვს ისე იგი ახლა რამდენი მატჩი ვათამაშე თასი ავწიე და მე არ ახსოვს თასი როის დავწიე აღარ ახსოვს მაგ ლიგას საერთოდ შეიძლება ავწიე და მე ანუ შეიძლება თასი უკვე მოგებული გვაქვს და მე არ ვიცი კარგად ნუ ეს ამას არ გამომეორე და ცნობი არაა თქვენთვის და უცნობი არა საერთოდ თქვენთვის და ხო ოპა უკვე შეტევა პირველი წუთი არის გავი და ლევანდოვსკის 51 გოლი ესეც ასე ბომბარდერია ეს კაცი მართლა ზეგუთის აი ეს კარდი არის სასწაული აი მე მაგრამ თამაშობ ამ კარდით თქვენი არ ვიცი მე მაგრამ თამაშობ აი ფაქტია აი ყველა კუთხიდან ვიტან გოლს ამ კარდით ხო და თქვენი არ ვიცი რა როგორ არაერად 52 გოლი ესეც ასე მეტი რა უქნაცო თასი ვიდოდა მე ნახა თუ როგორ ავწიეთ და ეხა თუ გამოვჩა ძმაო რა ვიცი მაშინ პედრი რობერტ ლევანდოვსკი ესეც ასე და არა შენი მეთქი 53 გოლიც და ეგ იქნებოდა მაგრამ ნუ რა ვიტანე სამწუხაროდ რა თქმა უნდა ხო შეიძლება ხო და შესაბამისად უჭველი ხა უნდა ავწიო ლევანდოვსკი გადაცემა რაფინიას მე 17 გოლი მე 17 გოლი ხო თუ წინაზე ერთი გავიტანე ნუ ხო მე 17-ია წესით ხო ვერ მახსოვს რა ვის რამდენი გოლი გავიტანე უკვე აღარ მახსოვს საერთოდ კარგი იყო ჩაჭრაზე და არ გამოვივიდა სამწუხაროდ რაფინიას ეხა მეშვიდე იქნება წესით დუბლი და ძალიან კარგი იყო ბიჭო აი აქ მე კარიერს უიღბლობა და მე კარიერს დავაზე უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ნახეთ გავიტა იმედე დავარტყით მე კარგი და ხელებში მოიგერია მაგრამ მაინც გავიდა გოლი ანუ აქ ის მე კარის შეცდომა აი დაინახავთ ეხლა ნახეთ და როდესაც დავარტყით დავარტყით თუ არა მე კარი მოიგერია მაგრამ შეცდომა გამოიპარა და ნუ ხო ნუ ჩემო კარგი არის ეგ ზე ეგ მომენტი ესეც ასე პირველი ტაიმი ესეც ასე პირველი ტაიმი 4-0 ლიდერობთ და პიტაპ შევიდეთ არ უნდა მეტი ბევრი ბაზარი პიტაპის შევიდეთ მატჩი პიტაპი გავაგზავნოთ
ოპა, მესი, აკარაბესი, გოლ. ესეც ასე. მესის მე რამდენი გოლი აღარ ვიცი, იმიტომ რომ აღარ მახსოვს რამდენი გავიტანე. იმიტომ რომ იქ ბომბარდირების სიაში არ წერია მესი. ხო, არ წერია და ნუ შესაბამისად არ ვიცი რამდენი გოლი აქვს. ნუ დაახლოებით 10 გოლამდე ექნება. ან 10, ან 9. 9 გოლამდე ეგრე. დაახლოებით. პარე მესის დუბლიც მივაწეროთ. ესეც ასე. ვიტავით 9-ში ჩავსვი. ესეც ასე, მესის დუბლი 6-0. ნუ რა თქმა უნდა, შური უნდა ვიძიოთ, უნდა გავხიოთ ესენი, იმიტომ რომ წაგვაგებინეს და ჩამოვედით მაგის გამო. რახარ წაგვაგებინეს და 1-0 წავაგეთ. ორეს ესე ჩავედით მეორე ადგილზე და ნუ ძალიან ბევრი სწავლება დაგჭირდა, რომ ამოვსულიყავთ ისე პირველ ადგილზე და ლევანდოვსკის ესეთ ჰეტრიკი ხო? ჰეტრიკი ხო? ხო. 53 გოლი. მაი ლიგაზეც ხო. და 7-0, ესეც ასე. ესე ეკუთვნით. ძმო, რომ მაწვალა ძალიან ბევრი. ხო და შესაბამისად ლიგა 1 და ნუ ასე შემდეგ რა. თქვენზე იქნება დამოკიდებული თუ რომელს აირჩევთ მაქედან. ხო, რომელ გუნდს და რას ვითამაშეთ, მაგას თქვენ ირჩევთ და თქვენზე იქნება დამოკიდებული. მე შემიძლია აურჩიო, მაგრამ ნუ მოდი თქვენზე იყოს, თქვენ რომელიც გესიამოვნებათ, იმას გადავიღო. აჰა, 6-0 დავა და კიდევ რა ხარ ვიგებთ, ორი. აი რო ვაგებდე და აი დასაკამბეკებელი მქონდეს, აი ყველაფერს ვიცავარ, აი წუცაც არ დაავადებდა. ოპა. ეს ასე. არ გამოგვივიდა და რა ხდება? არაფერი მეთქი რაღაც ხდება. ხო, ანუ 6 საბატეს როცა ვიგებ თორე, აი როცა დასაკამბეკებელი მაგ გასატანი მაგ, აი 1 წუთს აბატებს. ხან არ დააბატა საერთოდ. ოპა, ესეც ასე. მეგონი ხა იქნება თასის აწევა და მოდი ერთად ვყუროთ თუ იქნება თასის აწევა. ესეც ასე, ბიჭო, მაი ლიგა დავხურეთ უკვე. ნუ დანარჩენი მატჩი შემდეგში იქნება. ასე რომ, ხო. ესეც ასე, ჩვენი ნანატრი მომენტი. ხო. ესეც ასე. რა თქმა უნდა მესი აწეს თას და ესეც ასე, რა თქმა უნდა მოვიგეთ მაი ლიგა პირველივე სეზონში. ძალიან კარგია რომ პირველივე სეზონში მოვიგეთ და ბევრი ტვინის ბურღა არ დაგჭირებია. ნუ რა თქმა უნდა, აი ეს კადრი მოიჭრება და თამბნეილად გავაკეთებ. ხო, ესეც ასე, მაი ლიგა დავხურეთ და მოვიგეთ და ნუ დანარჩენ მატჩებსაც გადავიღებ, ნუ რა თქმა უნდა ნუ საინტერესო აღარ იქნება, მაგრამ მაინც რა ოფიციალურად რომ დასრულდეს მაი ლიგა ჩვეულებრივ რომ ოფიციალურად დასრულდეს და მატჩები აღარ დაგვრჩეს, ნუ დავასრულებ და ეგ იქნება და ეგ. ხო, ესეც ასე. მაი ლიგა მოვიგეთ, რა თქმა უნდა. ხო, ეხა ჩვეულებრივად მოვიგეთ. ეხა თლად რომ წავაგოთ, აუ რეალმა წააგო. ესეც ასე. ჩემპიონები ვართ. ეხა აბას ვერავი ვერ წაგვართვეს. ხო და 33 გოლი აქვს პაპეს გატანილი. და ხო, მოკლედ თლიანი სეზონის შეჯამებას გავაკეთებ, როგორც კი აი ამ ორ მატჩს ვითამაშებ, და მე პლუს იქნება შეჯამება მაი ლიგის. თუ რა, როგორ და რანაირად გავაკეთეთ და თლიანი ანალიტიკაც იქნება ამ ორ მატჩში, ან მარტო ამ ორ მატჩს გადავიღეთ და თავდეთ არ იქნება. ხო, ესეც ასე. ხო, მე კიდე შევხვდებით შემდეგში. როგორც ხედავთ, მოვიგეთ მაი ლიგა. ხო, შემდეგი ორი მატჩი ვითამაშებთ და მაი ლიგას დასრულებულად ჩაითვლება შემდეგი ეპიზოდი და მე ისე დავისვენებთ ცოტა ხანი მაი ლიგისგან დაგასვენებთ და სხვა ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა. ხო, ახალ აღზეთ ვიდეოსაც გადავიღებთ, იმიტომ რომ ეს მაი ლიგა მინდო რომ მომეშორებინა და ხო, იქაც გადავიღებ ვიდეოს რა თქმა უნდა.
ჩემს მეორე არხზე რეაქციას გადაღების რეჟიმში ვართ. ვიღებთ რეაქცს კეთილების მე-5 სერიას. ხო და ასე რომ ის არხით გადადეთ და გამოიწერეთ. ხო რა თქმა უნდა სტრიმებიც გაგრძელდება, ვეცდები ყველანაირად რომ გავაგზელო, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები მაქვს და ნუ მაგასაც მოვაგვარებ. ანუ პრიმ ლაივს რაღაც პრობლემები შეერთხო და ვეღარ სტრიმავ. ასე რომ ამიტომაც გამოიწერეთ არხი დაელექტრო და მე კიდე შეხტებით შემდეგი ეპიზოდი იქნება My League-ის დასრულება, ანუ რომ დასრულდება 2 მატჩი ვითამაშე და დასრულებული იქნება My League და ხო და შემდეგი ეპიზოდები გაგრძელდება როგორც სხვა თამაში, იმიტომ რომ My League აღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ My League-ს პირდაპირ ვერ მივაყრით, იმიტომ ცოტა მინდა რომ სხვა ვიდეოებს გადავიღო, ანუ სხვა თამაშების გადავიღო, მარტო My League რომ მივაყროთ კიდევ აღარ მინდა. ხო და ნუ შემდეგი ყველაფერს თუ შემდეგ სეზონში, მეორე სეზონში My League-ის რომ გუნდით ვითამაშეთ, ეგ თქვენზე იქნება დამოკიდებული, როგორც კი My League-ის ეს სეზონი დასრულდება და დაიდება ეპიზოდი, ეგრევე გამოკითხოს ვატარებთ და ირჩევთ თქვენს სასურველ გუნდს, ასე რომ და ვითამაშებთ მაგით. ხო, ასე რომ გამეძებთ არხი, დაერქვით და მე კიდე შეგხვდებით შემდეგ ვიდეოებში. აბა ჰედ და აბა ხოთ.